რომელ ლიანდაგზე გადავიდეს მე მანქანე, ვინაიდან ერთზე დგას ერთი ადამიანი, მეორეზე 4. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არ არის მხოლოდ სამედიცინო, ასე ვთქვათ, დიაგნოზი. ეს არის დიდი სოციალური გამოცდა, ჩვენ რაც უნდა ჩავაბაროთ. არა, ეს არ არის გამოსავალი. არა ნიშნავს ამ ბავშვების ფანჯრის დახურვას. ვაიძულებს არჩევანს ცუდსა და უარეს შორის და სწორედ ამიტომ დიახ, პირველ კითხვაზე პასუხი არის თუ არა ეს დილემა, ეს არის ეთიკური დილემა. პირველი ესაა ექიმი, რომელიც უნდა იყოს მართალი თავისი პაციენტის წინაშე. სოციუმის საუკეთესო ნაწილის ბავშვების სიცოცხლის გაუმჯობესების მხარეზე ვარ. ოჯახის წევრებთან, მშობლებთან ამის დეტალური გავლა არის ჩვენი მოვალეობა. მედიკოსები პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ პლატფორმაზე. ძალიან მიხარია, რომ ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა გვეძლევა. ნაბიჯი ხომ გადაიდგა. ფაქტია, რომ იმედის ნაპერწკალი არის. აიტანს კი ამას ბიუჯეტი. სიმართლე შეიძლება მწარე იყოს, მაგრამ უნდა ითქვას. რამდენიმე საკითხი, რაც სამწუხაროდ წამლის ფასის მიღმა დარჩა. ან შეგვიძლია ეს, ან ეს აქამდე შეგვიძლია და ამის მერე არ შეგვიძლია. ჯანდაცვის მესვეურები ამას მხოლოდ ფინანსურ კონტექსტში არ უნდა აფასებდნენ. მე ვხარჯავ, მე პასუხისმგებელი ვარ ამ დახარჯულზე. ის რაც სოფლიოში ხდებოდა რეალურად, იმის განმეორებას ვცდილობდით. უსაფრთხოებიდან ეფექტურობამდე. როგორ იქნება ჩვენი ეპიკრიზი, ჩვენი სამედიცინო დასკვნა? ემპათიიდან გადავიდეთ რეალურ ნაბიჯებამდე. ნახეთ, ეთიკური ეპიკრიზი, ექიმები პოლიტიკის მიღმა, დისკუსიის საბერძნეთ. დღეს ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.